ვახტანგ ბაცი კაცი. გამარჯობა, მოგესალმებით. წინაც მუსიკალური რუბრიკა იყო ინდიგოსი და ვისაუბრე მანდო დიაოზე და მათ ალბომზე, ერთ-ერთ ალბომზე და სხვა შორის რამდენიმე კაი გამოხმაურებაც ვნახე. ანუ ვიღაცებმა დაწერეს, დამთაგეს კიდეც პოსტებზე Facebook-ზე ჯგუფში. მანდო დიაოზე. ხო, რომ აი ახლა მოусმინე პირველად და ძალიან გამისწორდა და ძალიან კაია. და მაგას იძახი შენ მანდო დიაო. ხო, მაგრამ ისე ალაგ-ალაგ ვიძახდი ხოლმე და ახლა ეტყობა ადამიანმა ახლა უყურეს და ძალიან მესიამოვნა და ძალიან გამიხარდა და კაი იყო, რომ კაი ფიდბექი მივიღე და ვიღაცებმა ახლა მოусმინეს პირველად და გაუსწორდა. ხო და დაახლოებით მაგ პერიოდის კიდე ერთ ალბომზე მინდა დღეს ვისაუბრო, რომელიც ისტორიაც თითქმის იგივენაირი მაქვს, ანუ აქაც ეს ჯგუფიც მაგიტომ მიყვარს ძალიან, რომ ჩემ პონჩი არავის არ ურჩევია რა, არავის არ უთქვამს ამ ჯგუფზე. შემთხვევით აღმოვაჩინე. ისევე როგორც მანდო დიაო აღმოვაჩინე შემთხვევით FIFA-დან, ესენი აღმოვაჩინე საერთოდ შემთხვევით თან იმ დროს, როდესაც ამათი ერთ-ერთი სიმღერა ძალიან პოპულარული იყო. მე მოსმენი არ მქონდა ეგ სიმღერა. და ამ ალბომით გავიცანი და მე მოვისმინე ის სიმღერა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია და როდესაც საქართველოში იყვნენ კონცერტზეც ყველამ ის სიმღერა იმღერა. ანუ იგი ცოდა ყველამ ეგ სიმღერა და დანარჩენები მარტო მემღეროდნენ. ეს ისტორია მოყოლილი მაქვს, მაგითო მიხვდით ალბათ, ფრანც ვერდინანდზე მაქვს საუბარი, რომელიც ძალიან მევასება, სახელის მევასება ზოგადად, ისტორიაც მევასება, ნამდვილი ფრანც ვერდინანდის, ოღონდ მისი მკვლელობის მაგარი ასწორებს. პირველ, ანუ ფაქტია, მაგრამ ანუ იდიოტურად როგორ მოკვდა თან, ხო იცი, ანუ ვიცი ხო. იქით რომ იდიოდნენ და ვერ მოკლეს და აქეთ გაჩერდნენ და დაზაბნა რომ დაიწყო და ამ დროს გაბრიელ პრინციპი რო იქვე იდგა. ხო და ფრანც ვერდინანდი არის ბენდი და მეორე ალბომი ფრანც ვერდინანდის, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქავერი ისტორიაში მუსიკის შეიძლება რა. აი თუ ამოვანათებ ქავერს ამ ალბომსაც დიდი სახელი ჰქვია სხვათა შორის მანდო დიაოს ალბომის არ იყოს, ამას ჰქვია You Could Have It So Much Better. ეგრე ჰქვია. ესე იყოს და რაც მინდა გავაკეთებთ. და ეს არის ყველა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქავერია რა, აი ეს ქავერი. საერთოდ ფრანც ვერდინანდმა ისე ცოტა რომ გადაუხიო მუსიკალურ კულტურაში შემოიტანა ქვია ალბათ და ცოტა გააცოცხლა პოპ-არტის სტილი რა, რომელიც სადღაც ალბათ 60-იან 70-იან მერე დაბრედილი იყო თითქოს ყურადღებას არ აღწევდა Andy Warhol-ის მერე და ფრანც ვერდინანდის ის პირველი ალბომის სიმღერებიც ვნახოთ, Take Me Out-ია ის სიმღერა, რომელზეც ვლაპარაკობდი, რომელიც არ ქონდა მოსმენილი, მე მოვისმინე. რომელიც ძალიან პოპულარულია, ხო? This Fire 40 ეგ სიმღერები, კლიპები რაც აქვთ, მე მგონი სამივეზე ზუსტად მახსოვს, არის პოპ-არტის სტილშია რა კლიპი გაკეთებული. ამ ალბომზე უკვე მარტო ქავერი აქვს რეალურად პოპ-არტის სტილში, იმიტომ რომ კლიპები არ გადაუღიათ პოპ-არტის პონჩი, მაგრამ ნუ რეალურად მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპ-არტის სტილი შემოიტანეს და არა მარტო სარეკლამო ინდუსტრიაშიც მე ძალიან გავრცელდა და ბევრ რაღაცაზე იქონია გავლენა სხვათა შორის კულტურულად რა, ფრანც ვერდინანდის აი ამ პოპ-არტის შემოbrunებამ. ხო და ეს ალბომი, მეორე ალბომია ფრანც ვერდინანდის 2005 წლის, ძალიან აი ერთ-ერთი იშვიათი ალბომია, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სიმღერა კარგია. ანუ რაც არის 41 წუთიანი ალბომია, არის 12 სიმღერა, თუ ზუსტად მახსოვს. 13. და არის ყველა სიმღერა, 13-ვე სიმღერა ძალიან მაგარია. პირველივე სიმღერა Fallen მაგალითად, რომელიც ქრისტეზეა და თან ის გაატანეთი ლირიკა არა, იმის ტექსტები არის, თუ არ დააკვირდი ტექსტს ვერ მიხვდები რომ ქრისტეზეა რა, მაგრამ ძალიან საკაიფოთაა აწყობილი ტექსტი. გათანამედროვებულ ქრისტეზე არის რა. ძალიან კაი ტექსტი აქვს. Do you want to არის აი ეს პირველი სიმღერა რომელიც მოვისმინე ამ ალბომიდან საერთოდ და კლიპიც ვნახე და რაღაც Beatles-ის ვაიბები წამოიღო, რომ არ გავს საერთოდ Beatles, მაგრამ რატომღაც ეგ წამოიღო, არ ვიცი. და მაქედან დამევასა Walk Away და Eleanor Put Your Boots On არის სასწაული. ახლა ვერ ავიღებ ხა ტატოს რუბრიკა აქვს გაქანებული და რომ რჩა მე ვნახოთ. და ბოლო სიმღერა რომელთაც თავდება თან ალბომი Outsiders-ი არის აი უძლიერესი ჰუკი აქვს ამ სიმღერას და კლიპია სხვადასხვა ძალიან კაი Outsiders-ის YouTube-ზე, რომელიც გააკეთა ფანმა. ვიღა ტიპმა გააკეთა რა და ძალიან იმდან დაევასათ რომ ოფიციალურ კლიპად აქციეს რა. და მაგიტო ყველას გირჩევდი თუ არ გაქვთ მოსმენელი, ფრანც ვერდინანდს გადარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ადამიანი უსმენს ვიდრე და მოსმენელი აქვთ, ვიდრე მანდო დიაო. ასე ჩემო კარგი რა არის ხა ეს დარეკე დატო რომ მორჩება პუბლიკას. ბოდიში რა. ხალხმა დაარეკინა. დაარეკოს მე კიდე ვაპარაკობდი ამაზე, რაპონტია შეჩემ. მნიშვნელოვანი რაღაცაა ჩემთვის. მევასება ძალიან და მუზიარებ ხალხს. მნიშვნელოვანია 4 საათ რო გავა მე რა უნდა გელაპარაკა, მიდი. ხა.
მოკლედ გირჩევთ ყველას, ვისაც დაწუნებული ვარ ბევრს გაფრთხილმსმენელი, ბევრად ვიდრე მანდოდიაო, მაგრამ აი ჩემი აზრით, ჩემი მოგზაურებული აზრით, მუსიკა უნდა უსმინო ადამიანმა ეს, უნდა აიღო ალბომი და ჩართო ალბომი მთლიანად და მთელ ალბომს მოусმინო და 41 წუთი თუ გაქვთ, თავისუფალი, გირჩევთ რომ Spotify-ზე იქნება, YouTube-ზე თუ ისე იყიდით ან დისკს ან ვინილს, მოусმინეთ არ და ტექსტსაც თუ მიყვებით სიმღერების იკაიფებთ, რა საკაიფო ტექსტი აქვს ძალიან რამდენიმე სიმღერას და 13-ვე სიმღერა არის კაი, მართლა. ანუ ცუდი სიმღერა არა ალბომში. ყველა ძალიან საკაიფო კომპოზიცია, მათ შორის რამდენიმე ძალიან კარგი. და შეფასებები ძალიან მაღალი აქვს ამ ალბომს. მე მგონი საუკეთესო ალბომია საერთოდ ფრანც ფერდინანდის რა და პირველი ალბომის კარგი იყო, მაგრამ ეს ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ალბომია მოკლედ. ამიტომ ყველას მთელი გულით გირჩევთ და თუ იგივე გამოხმაურება მივიღე რამდენიმე ადამიანისგან მაინც რომელიც მანდოდიაოს მერე მივიღე, ასევე ძალიან ბედნიერი ვიქნები. იმიტომ რომ ხელოვნების მუღამი ეგეც არის, რომ გაზიარება გისწორდება ადამიანს. და ვარც მოწონთ შენი გაზიარება. ხარ. ასე მაგ არის ინდიგოს რუბრიკა, ყველანაირად მუსიკალური. ამით დავასრულებ ამით. და ეხლა დარეკოს თუ მინდა מחר. ან თუ გინდა ჯერ დონაცებ წავიგე. ტატოს მუსიკალურ რუბრიკაზე შენიშვნები არ მიიღება, იმიტომ რომ ეს რუბრიკა იყო ამ გადაცემის შემადგენელი ნაწილი. რა შენიშვნებია? რეებზე ლაპარაკობსო თუ რაღაც მუსიკაზე რატო ლაპარაკობსო და მუსიკაზე ლაპარაკობთ ამ გადაცემაში სულ რავი. ეხლა ჩართო ეთყობა ამ ადამიანმა პირველად ვიყურებ შეიძლება. ძველი ის არის რა ქვია. და ბევრმა იმას გაიგო ამ რუბრიკით ბევრი საინტერესო ამბავი.